ბეჩა რა ვარი კარგად გამეიყურები. აი ესე თუ გეტყვიან, ჯვარი გწერია. ესე იგი მართლა ძალიან კარგად გამოიყურებ. რაღაც ისი არ ხარ როგორც გინდა რომ იყო. როცა სარკეში დილით ჩემი თავი არ მომწონს. აქ რა მინდოდა რაზე მოვედი ჩვენ რა ვიყავი სახშიც. არა. ხოლოდ მაგისტვის რო დადიან, რა თან პროფილში დგებიან და ცოტა ის გამოაჩინონ რაღაცეები. კარგი, ამბობენ რომ იუმორი და სიცილი ჩვენს ჯანმრთელობას ხელს უწყობს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. კოსტიუმს როცა ვიცვამ იმ პერსონაჟის, ვინც პაროდიაც უნდა გავაკეთო, ეგრევე ის ხდები. სულ მიკვირს სად აქვს ამ ხალხს ამდენი დრო, რომ აქ ცალკე წაისვან, აქ ცალკე რაღაც წაისვან, აქ ცალკე ყელზე ცალკე. მეც მაქვს მონაწილე რომ მიღებული იმ ოპერაციაში, რომელიც გაიკეთე თქვენ, კი. ეგეთი აი გადაწყვეტილება მე მგონი ცხოვრებაში ცოტა მაქვს ძალიან მიღებული. ბევრი მეუბნებოდა რომ აი მაგან შეყოლა იცის, მერე კიდე მოგინდება. ხანდახან შეაკავო ადამიანი. ვფიქრობ რომ პატარა ცხვირი მაქვს, მაგრამ აი ბოლოში სულ მინდა რომ იყოს ოდნავ აწეული. ამის გამო აქვე თამუნას ყვარებია გარკვეული დიეტები. არავინ არ გაიმეოროთ თქო ეს დიეტა. ზესტაფონი თუ თბილისი? ორივე. მაგაზე დიდი ამბები მაქვს გადატანილი და აღარ მინდა თავიდან რომ და ეს არის ფეხი ფეხზე მაქვს გადადობილი. პომადა მაქვს წასობილი. აი ეს ფორმა არის ძალიან კაი ობდილი. გადადობილი. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც გვადევნებთ თვალყურს, მოგყვებით. პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, შესანიშნავ გარემოში, პროფესიონალებთან ერთად და მე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის შვიდათვარ, როცა აქ იწერება ეს ჩვენი პოდკასტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს გვეყოლება ძალიან საინტერესო ადამიანი, მუსიკოსი, მსახიობი, თამუნა რეკოიშვილი, თამუნა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, მოხვედით ჩვენთან. ცოტა ვიხმობთ, ცოტა ჯანსაღთემებზე ვისაუბროთ, რასაც შეეხება ზოგადად პოდკასტი. ყველა ადამიანს პატიჟებ ჩვენ, ვინც არის დღეს საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანი, იმიტომ რომ შენი თითოეული სიტყვა შეიძლება ზოგი ადამიანისთვის გახდეს მოტივაცია, ზოგისთვის გახდეს რაღაცა მაგალითი, რაღაც გამოცდილების გაზიარება, როგორ უვლის თქვათ ერთი კარგი ადამიანი თავის თავს და როგორ უვლი და როგორ მოხვედი აქამდე, ხო? ჯანმრთელობა, თავის მოვლა, ყოველდღიური რეჟიმში ცხოვრება, დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ჩვეული დინამიკა ცხოვრება ეს ამ მნიშვნელოვანია. მადლობა რომ გვესტუმრეთ. პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. გაიხარე. კარგი რომ აქ ვარ. მეც მიხარია. მადლობა. კარგი, პირველი კითხვა, ესე იგი ესეთი თემა გვაქვს რა. ზესტაფონში ყველაზე კარგი კომპლიმენტი რომელსაც ხალხს ეუბნებიან რა არის? შენ ზესტაფონში დაიბადე და იქ პირველი წლები დავამთავრე. კი. რამე არის ესეთი? კარგი კომპლიმენტი. აი თუ გეტყვიან რომ ბეჩა რა ვარი კარგად გამეიყურები. აი ესე თუ გეტყვიან, ჯვარი გწერია. ესე იგი მართლა ძალიან კარგად გამოიყურებ. თან ცოტა მოსუქებულიც თუ ხარ. და მოსულა ეგ თემა, ანუ ეგრე ეგეთი თემა მოსულა. იტყვი და კაია და გაგიწევდა. ეგ ნიშნავს რომ კარგია. ესე იგი კარგად გამოიყურები მართლა. კარგი, მეც გეტყვი შესანიშნავად გამოიყურები. კარგად გამოიყურები. ძალიან კარგი, მიხარია რომ კარგ ფორმაში ხარ რა. მაინტერესებს დიჩრომას დებ იმაში რომ ასე გამოიყურებ და როგორც გამოიყურები. რა იგულისხმება შრომაში? აი ყოველდღიური რუტინა მაგალითად, თავის მოვლის რაიმე ხრიკები, დილა რითი იწყება, რაღაცა ვარჯიშები იქნება. ჩვენ ნენელა გავავრცობთ თემას და დეტალებს მერე შევეხებით სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ აი ჩვეული ყოველდღიური რეჟიმით შენ რამდენ დროს უთმობ შენ თავს? ძალიან ცოტა დროს ვუთმობ, იმიტომ რომ აი მე მხვდება ხოლმე რა, რომ მოდი გაჩვენეთ ჩემი დილის რუტინას, რაღაც გოგოები რო წერენ. კი, ბევრი არიან კი ეგეთები. ხო და სულ მიკვირს სად აქვს ამ ხალხს ამდენი დრო, რომ აქ ცალკე წაისვან, აქ ცალკე რაღაც წაისვან, აქ ცალკე ყელზე ცალკე რაღაცა. ამას რა უნდა? ამას ხო მართლა ბევრი დრო უნდა. დროს გარდა უნდა ფინანსები, ხო? იმიტომ რომ არ ღირს იაფეს რაღაცა. თითოეული ეგ დეტალი? კი, საკმაოდ ძვირი ღირს თუ ხარისხიანი და კარგი გინდა. და მე არ მაქვს ესეთი რუტინა, მარტივად პირს ვიბან დილით და ვისვამ უბრალოდ რა ვიცი, მკვებავს. დამატენიანებელს საკმაოდ იაფასიანს. არ დავასახელებ საკუთარი თავის კანის მდგომარეობით. უკეთესი შეიძლება რასაკვირველია. მიღებულია პასუხი. კარგი. მოდი მაშინ მიუბრუნდეთ ბავშვობას შენსას რა. როცა იზდები სოფლის და ქალაქის და თქვა რეგიონის პირობებში, ხო? არა ურბანულ
ცენტრში როგორც თბილისი ან ქუთაისი ან თქვა ბათუმია, სადაც ცხოვრების ტემპი ძალიან მაღალია. იქ შედარებით მაინც ზესტაფონი უფრო მშვიდი ქალაქია, თუმცა წარმოებებით განთქმული და შეიძლება ეკოლოგიითაც არც თუ ისე რაღაც საფარბელო პერიოდი იყო მდევს, მაგრამ რა იყო იმ პერიოდში შენი ოჯახიდან გამომდინარე, შენთვის ბავშვობა? იყო რაღაც ყოველდღიური რაღაც აქტივობები, აი რითი საიდან რა იყო ის ყოველდღიური ჯანმრთელობასთან დავაკავშიროთ ეს თემა, ხო. რა ვიცი, ოჯახში ხელები უნდა დაგვებანა ძალიან ხშირად, ეგ ჩვეულებრივი ამბავია, კვილები გაგვეხეხა, რა თქმა უნდა. ჰიგიენა აუცილებლად პირველ რიგში, აცრები გაგვეკეთებინა, ეს მოწესრიგებული იყო და რა ვიცი, შეძლების დაგვარად ჯანსაღად გვეკვება. ბუნებასთან კონტაქტი, სეირნობა, ტყეში სიარული რაღაცა ექსპედიციებში წასვლა იმ თუნდაც იმ ულამაზეს რეგიონში იმერეთში. არა, არის ჩემი თუმცა ქალაქიდან ჩვენ ყველანი გავრბივართ იქით, ხო? ეხლა უფრო გრძნობ ხოლმე, რომ რაღაცა ბუნებასთან სიახლოვე მინდა, აი რაღაცა სიმწონეში სახლი რომ მქონდეს, წავიდოდი, იქ ვიცხოვრებდი თქო ვიძახი. ეხლა, მაგრამ მაშინ რა გითხრა, რომ ტყეში დავდიოდი და რაღაცა ბუნებაში კარვებს შლიდი და რაღაც ესეთი ბავშვობა არ მქონია. თან კორპუსში ვიზრდებოდი ზესტაფონში, ანუ ქალაქური ტიპის დასახლებაში, ანუ ცენტრი რაც არის თვითონ ქალაქი ზესტაფონის, აი მანდ და სოფელიც არ მქონდა სინამდვილეში და ძალიან მიხაროდა, როცა ჩემი მეზობლები მიდიოდნენ თავის სოფელში და მე მივყვებოდი. მე სხვის სოფლებში დავდიოდი ხოლმე ზესტაფონიდან. სამხელა რეგიონში სადაც გარშემო ულამაზეს. ხო, სოფლებია გარშემო მთებში, თან ძალიან ლამაზი იმერეთში ზესტაფონი ის არის მთიანი რეგიონია, ნუ ზემო იმერეთისკენ არის უფრო და ძალიან ლამაზი სოფლებია. ულამაზესი რეგიონია გარშემო სასამართლოებში. ესე მიხაროდა რომ დავდიოდი სხვის სოფლებში. ის გემო რაც ბავშვობაში შენ ქონდა განცდილი, ხო? მithumetes ზესტაფონიდან თბილისში ჩამოქონდა ხოლმე ყველი, როცა მე მივყავდი მშობლებს იმერეთში დასასვენებლად ზაფხულში ბებია ბაბუების მიმართულებით გელათი იყო, იქით ორპირი იყო, იქით ჭყეპი იყო, სოფლები, სადაც იმ დედულეთის მხარე ასე ვთქვათ, ხო? ძალიან მიყვარდა იქ, რომ იქიდან ბევრი რამე დამრჩამე თავში, ხო? იქ კიტრის მოწყვეტის ცერემონია, აი, მოწყვეტილი კიტრი. ხო, რაღაც ბაღჩიდან მოტანილი რაღაცა პომიდორი. ხო, ყველი იქვე რაღაც იმ აბსოლუტურად სხვა გემო ქონდა. ნახრეტებიან რაღაცაში რო ყველს ჩადებდნენ და ეს ნახრეტებიან ტიპი რო ამოდიოდა. ეგ რო იქ შენ თვალწინ მზადდებოდა. ეგ მე დღემდე მახსოვს და ბევრ ასოციაციას იწვევს. შენთან რა მოყვება დღემდე რაც გაგახარებს ხოლმე გეხსენების დონეზეც. აი ყველი რა, კაი ყველი, იმერული ყველი. მე ვარ აი ძალიან მაგარი ექსპერტი ყველში. აუ ძალიან მაგარი. აი რაღაც გემოები არის, რაც არ უნდა კონდეს ყველს და ხშირ შემთხვევაში აქ ხოლმე ვითომ იმერულ ყველს. ხო და აი ნამდვილი იმერული ყველი რო ხდება ხოლმე სხვათა შორის. ოღონდ ისიც საზანოდან გამოგზავნილი, ზესტაფონიდან გამოგზავნილი. საზანოს ყველი არის ცნობილი ყველი საქართველოში ყველაზე კარგი. აი იმერული ყველი ხო არსებობს, მაგრამ საზანოს ყველი ცალკე არსებობს. საზანოს ყველი არის იმერული ყველის იმერული ყველი. აი ზუსტად. ხო მე ბავშვობაში ბაზარი იყო მანდ და აუცილებლად ვივლიდით ხოლმე, მახსოვს რომ მამჩემი გადავიდო და ყველი ვიყიდე ჩვენთვის, იმისთვის და ჩამოთვეთ, წამოვიღებდით ამ ყოს და მე ხამდე ხანი უნდა გეყოს ეს ყველი ხო რა. მაგრამ ის რაც იყო, კარგი მემორი გვაქვს. ეხლაც ვაგზავნინებთ ხოლმე ზესტაფონიდან ყველს. შეგარგოთ ღმერთმა იმათაც და თქვენს. სამი შვილის დედა ხარ, ხო? ეხა იცი რომ დღეს ძალიან ტრენდულია ეს ჯანმრთელი ცხოვრება, ყველა თავს უვლით, როგორც შეგვიძლია მეტნაკლებად 1000 რამეზე ვზრუნავთ, ჩვენ თავებზე გვსაუბრობ, ხო? დასულები ვინც ვართ, მაგრამ თან ჩარიჩობთ და ვცდილობთ რომ რაღაც ბავშვებს თავაგონოთ თუ რაღაცა მივცეთ უფრო კარგი მაგალითი ჯანსაღი ცხოვრების წესისა. სამი შვილი, ხო? სამი ამხელა პასუხისგებლობა არის შენს თავზე აღებული, სანამ ისინი დასულები გახდებიან. რას ასწავლის შენ მათ? რამე არის ისეთი რომ მოუწოდებ, აუხსნი, მიუთითებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენლობა მათი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილი გახდეს. სახლში მაქვს არვენი ბილიკი. რამხელები არიან მოდი ბავშვები მითხარი? ბავშვები არიან, უფროსი არის 16-ის, შუათან არის 14-ის და პატარა 12-ის. აი, ორი წელი ლამაზად დავალაგე. აქტიური ასაკია. ხო, ძალიან. და ამ სარბენ ბილიკზე იმის გამოვდგები ხოლმე რომ ბავშვები დადგნენ რომ იმოძრაონ, ვაჩვენებ რომ შვილო კარგია. არ ვერც ერთი ვერ დავაყენე. ხო, ნუ სარბენ ბილიკი ცოტა ჩვენთვისაც მოსაწყენია ბავშვისთვის არის. ხო, რაღაცებს ვრთავ და ვუსმენ ხოლმე, მაგრამ მეც ისე მდასრდება. კაი, სურვა, სიარული, რაღაც სპორტისკენ სპორტი. სპორტი, ფეხბურთის მოყვარულია ძალიან ჩემი შვილი, ბიჭი არის შუათანა. რა ქვია? ნიკოლოზი. ნიკოლოზ მოკითხო ჩვენგან. მოვიკითხავ ნიკოლოზს.
და არ დადის სპორტზე, მაგრამ სულ სტადიონზეა და თამაშობს ფეხბურთს. ხომაგია, კარგია და ძალიან და თვითონ თამაშობს და რაც უყვარს ეს ნაკრებები, ნუ საქართველოს ნაკრები რასაკვირველი პირველ რიგში და რაღაცა გუნდები უყვარს კიდე არ ვიცი. ყველაფრის მაისურებელი. ლივერპული, არა, ლივერპული უყვარს, გამახსენდა. მაგის მაიკით დადის. ნუ PSG უყვარდა. ეხა სად არის კვარა? PSG-ში. ეხა არის PSG-ში, მანამდე იყო ნაპოლში, ხო. ნუ მანამდე ნაპოლი, მერე PSG, ნუ კაია, ვენეცუელა, ძალიან კაი. კარგი, კვერძი, რომელიც თქვენთან ოჯახში ყველაზე ხშირად მზადდება. შემწვარი კარტოფილი. რომელიც ყველას უყვარს, ჩემს გარდა. რატო? აი, ყოველ დღე რო ვაჭამო ჩემს შვილებსაც, ჩემს ქმარსაც. რატო? ძალიან დიდი სიამოვნებით შეჭამენ. მე რატო უყვარ თუ რატო მე არ მიყვარს? შენ რატო არ გიყვარს, ხო? აი რა რატო უყვართ მაგას მაკითხავს არ დავსვამ, რომ გემრიელია. ხო, გემრიელია. აი მე ვერ აღვიქვამ, რომ გემრიელია. არ მომწონს როგორიც არის. სახში შეწვარი კარტოფილი, მაგარი ვერ ვკითხო დიზეთი. გამორჩეული კერძია. არა, კარგი, შენ ერთ-ერთი ახალი კარტოფილი მიყვარს, ახალ ხო, თემას. ნუ ეგ უკვე ცალკე კერძია. ხო, ეს ცალკე ამბავია, ეგ მიყვარს. კი ბატონო. კარგი, შენთვის რა არის ჯანსაღი კვება? და ზოგადად მიმდევარი ხარ თუ არა დიეტებზე და თქვა შეზღუდვებზე მე ვისაუბრებთ, მაგრამ ზოგადად რა არის რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი კვება? ჯანსაღი კვება რომ ესმის ეს ორი სიტყვა. ეგრევე ასოციაცია მიჩნდება სიმწვანესთან. აი მწვანე სალათი, რაღაცა ავოკადო, რაღაც აი ეგ არის ჩემთვის ჯანსაღი კვება, რომელსაც მე ვერ მივსდევს სამწუხაროდ. კარგი, მივადექით მაინც კვებას და ჯანსაღ კვებას. ისე თუ ასე გამიგია, ყოველ შემთხვევაში ამ ჩაწერისთვისაც რომ ემზადებოდეთ გუნდის წევრებმა მამცნეს, რომ თამუნას ყვარებია გარკვეული დიეტები. და ამ დიეტების დიდი ექსპერტია, ანუ სხვადასხვა შეზღუდვების, დიეტების, რაღაც რაციონების შედგენის, რომლითაც ცდილობ რომ მუდმივად იყო ფორმაში, რაც შენი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ შენ თვითონ გსიამოვნებს, საქმე სჭირდება, ხო, ეს ეკრანზე მუშაობა და რა თემა, აი რა გავლილი და რა იყო შენთვის ყველა წარმატებული მიღწევა? თუ კი რამე არსებობს დიეტა, ცილოვანი რაღაც სოფიშვილების იმის უგულავას მათ შორის რა ვიცი ქულები რაღაც ცილოვანი გითხარი კალორიების თვლა ყველაფერი მაქვს გაკეთებული აბსოლუტურად წარმატება რამ მოგიტანა რომელიმე მათგანმა ცვლაში ხარ არა წარმატება მომიტანა შიმშილმა არავინ არ გაიმეოროთ თქო ეს დიეტა არ ქვია მართლა შიმშილია შიმშილი ანუ დღის მანძილზე ამას ეს გავაკეთე ოღონდ აი რეკორდი მოვხსენი მაშინ მგონი მაშინ დავიკელი ყველაზე ბევრი ერთი თვის განმავლობაში ვაკეთებდი რას იცი კოტე ჭამდი მხოლოდ თხილს ყველს ქეშიუს და ყავას ყავას სვამდი თუ ყავას სვამდი რა თქმა უნდა ოღონდ უშაქროს ისედაც უშაქროს სვამდი ანუ თხილეული ქეშიუ პლუს ნუ ქეშიუს თხილეულია მაგრამ რაღაცა ცოტა მოტკბოგემო მაინც აქვს ხო და ცოტა განაყრებს და ყველი ხო ყველი თო ცხიმებია და ყველი და ყველანაირი ყველი ოღონდ ეხლა რამდენს შეჭამ ხო და დღეში ეს რაციონი თქვა გადანაწილებული ქონდა რამოდენიმე არა როცა ძალიან მომშივდებოდა მაშინ ჭამდი რაოდენობას არ ვზრუნავდი ერთი თვე და რამდენი დაიკელე მაშინ დავიკელი 8 კილო. ხო, ნუ მიღწევა, კი. წვალებად გახსოვს ეგ თუ კარგი მიღწევად? იცი რა, როცა შედეგს უყურებ, ჩემ შემთხვევაში ასე იყო, როცა შედეგს უყურებ ცარკეში. ხო, უფრო სტიმული გაქვს და წვალება არის რა თქმა უნდა, მაგრამ შედეგი უფრო მაბედნიერებს ვიდრე ის პროცესი, რატანჯვაც გავიარე. შენ ასეთ ცვალებადობას და განწყობებს წონასთან მიმართებაში რას უკავშირებ? ორსულობა მშობიარობები ერთ-ერთი თემა არის, ხო? ნახე როგორ იყო. პირველი ორსულობის მერე დამრჩა მომატებული კილოგრამები, რომ მეორეზე ვიყავი ფეხმძიმედ. მერე მეორე რო გავაჩინე, დამრჩა კიდე პლუს ორჯერ მომატებული მესამეზე ვიყავი ფეხმძიმედ და მესამეც რო გავაჩინე, ვიყავი ძალიან დიდი. აი ძალიან დიდი ვიყავი. თუ საიდუმლო არ არის. 86 კილო ვიყავი. ჩემთვის 86. ამ წუთში ვარ 60 კილო. ხო, ნუ 26 კილოთი მეტი ამაზე. ნუ ოღონდ ეს მოხდა ეტაპობრივად, ეს კლება რა, ესე ერთიანად არ დამიკიდა. და აი ამ ორსულობების და ბავშვებს შორის პერიოდშიც აი ამ რაღაც სხვადასხვა მეთოდიკებს მუდმივ პროცესში მიმართავდი და ესეთ შიმშილები არ გამიკეთებია მაშინ. არა. მე აი სამივე რო გავაჩინე, მე მივხვდი რომ ასე სიარული არ შეიძლებოდა. არც ეკრანზე შეიძლებოდა, ამხელა ყოფილიყავი. ანუ მე არ მომწონდა პირველ რიგში. გასაგებია. ხო. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ უნდა მქონოდა ამდენი ზედმეტი კილო და მივმართე ესეც მკაცრ
დიეტებს და შიმშილებს რა, ფაქტიურად. რა არის ის პროდუქტი, რომელზედაც შენ ვარს არასოდეს არ იტყვი და რომელიც შენთვის ფავორიტია კვებით კერძებში? ძალიან მიყვარს ცომეული. აი ცომი მიყვარს, ხაჭაპური, ლობიანი, პური. აი ესენი მიყვარს. მიყვარს ასევე აი უკრემო ნამცხრები, კექსი, რაღაცა ესეთი მშრალი, მიგზიანი, აი ესეთი რაღაცები მიყვარს, ძალიან მიჭირს ამ ცომეულზე უარის თქმა. ეგ მძიმე თემაა, ხო? ცომეული და ნახშირწყლები, მით უმეტეს ხარისხობრივად ფქვილი ჩვენთან შედარებით სხვა ტიპის არის, ვიდრე ვთქვათ ევროპაში რაღაც მე ესე არა ჩემი ინფორმაციით, არამედ პროფესიონალებისგან გამიგია და ამიტომ ეს საკმაოდ მძიმეა ჩვენი ორგანიზმისთვის და პლუს კალორიაში გადადის პირდაპირ. ღამის თემები როგორ არის? ღამე მაცივართან მიიპარები ხოლმე? რა თქმა უნდა, ყველა საქმე მგონი ეგ მომენტი გამოვლილი. ვინ არ მიპარულა ღამე მაცივართან, ხო? ყველას ქონია ეგეთი მომენტი, მათ შორის მეც რა თქმა უნდა, მაგრამ ვცდილობ რომ აღარ მივიპარო ხოლმე ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. იმიტომ რომ არა ვარ პატარა, ჩვენ სასაკში 45 წლის ვარ. ნივთიერებათა ცვლა ხო რაღაცნაირად შენელე მიძინებს თუ რაღაცა და ხო და ამიტომ რთულია მე დაკლება და ვცდილობ ხოლმე მოკლედ რომ ღამე აღარ მივიპარო მაცივართან. გავახსენე, რილსები იდება ბოლო დროს. და ჩემი თავი ბახსენე. შიგნით დევს კამერა რა მაცივარში. ტორტი ან რაღაც ტირამისუ და რაღაცა და კარები იღება, გაიგე იქიდან გარედან და ვიღაც ტიპი იყურება. და ნანახი გეკრება ხარ რაღაცა. იქ რაღაც მარწყვები აქვს, რაღაცას. ჯერ ერთს აიღებს. ხო, ერთს აიღებს მეორეს. მეორე ვერსია იყო რომ ანუ ხოჩი მოჭრილი ნამცხვარი როდებს რაღაც იმაში თასზე და ნუ ესეა მოჭრილი რა და ტიპი ჩახედავს გეგე და ცოტა ესეა რა მოჭრილი მეც მიქნია ეკრენა მეც რომ მაიცა რომ აი ამას რომ ჩამოჭრი და რომ გაასო რომ ეს ხაზი და მე რეჟერი ხაზი ერთი 800 მეტრი იწევს იქ აუ აი მაგარია რა იმენა მაგრამ უართ ერთხელ ფილმს უყურებდი და სახში გამოვიძახე ტორტი და აღმოჩნდა რომ ეს ტორტი იყო არა რაღაც 3-4 პერსონაჟზე გათვლილი არამედ 8 დიდი პერსონაჟზე და სტუბრად ყავდა 2-3 ადამიანი გაიგე რაღაც სპონტანურად ხო და ეს ხალხი რო წავიდა ეს ტორტი ბაცივაში დარჩა გაიგე და წამოწოლილი ვარ ესე რა და უყურებ ფილმს გამახსენე რომ იქ ტორტი დევს და უსაქმოდ იქ ბაცივაში დევს ტორტი თან ბლინების ტორტი ხო რეკლამას ვარ და ერთ-ერთი კომპანია ძალიან მაგარ ბლინების ტორტი ესე იგი როგორ დამთავრდა ის ტორტი და ფილმი ერთობლივად თან თელი მუღამი რაც მარტო ვარ გაიგე და არავინ არ გიყურებს ის კოვზი ეს ხუთით ეს ტორტი თან იჭმებოდა ცივი და ფილმიც იყო რაღაცა და თან პირში და როგ გადკოვზი რო ესე ვქენი და ცარიელი იყო ჩემი აი სრულიად გავაზრდა პრაქტიკულად ერთი ტორტი. ნუ ეგეთი რამე მეცხოველში ბერბერში რა გამიგე. მაგრამ ეგ არის ზუსტად ხანდახან ძალიან კაი რა. აუ ზოგჯერ საჭიროა მე მგონი. იქ საჭირო იყო. საჭირო. აი ეგ მომენტი იყო. საჭირო იყო. ეს რომ მახსენდება, ეხლა სუის მახსენდება ხოლმე. კარგი, როდესაც შენთვის არასასრული წონა ყოფილა. ემოციურ სპექტრზე ამას უმოქმედია შენსაზე? არიან ხოლმე ადამიანები დეპრესიისკენ მიდრეკილნი, ვიც ვთქვათ კონკრეტულად ამას უკავშირებს, რომ უხასიათობა საკმაოდ მძიმედ ვითარდება. არა, მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, თითქმის ყოველდღიურად ვიწონები. ესე რუტინულად? კი, თითქმის ყოველდღე არა, მაგრამ თითქმის ყოველდღიურად ვიწონები. მაგრამ დეპრესიაში არასდროს არ ჩავარდნილ, იმიტომ რომ ვიცი რამდენსაც მინდა იმდეს დავიკლებ. მე მჯერად ჩემი თავის. ნუ გამოცდილება დააგროვე და მეთოდოლოგიაც გაქვს. კი, და მაქვს ნებისყოფა. ეხლა სამსახური რო აქტიურია შენ და რაღაცა ენერგიის დაწვას ითხოვს გასაგებია ეს მსახიობის და მომღერლის ფუნქციონალურად მუდმივად იდა, მაგრამ ეს ვარჯიში არ არის ცალსახად. ანუ ფიზიკური აქტივობა შენი ცხოვრების ნაწილი არის? აი რაიმენაირი სახის დილის სიარული, იქ სარბენი ბილიკი ახსენე. სახში სარბენი ბილიკი მხოლოდ დარბაზები ვთქვათ რაღაც ჯიმი. იცი რა ერთი პერიოდი ალბათ 5 წლის წინ აქტიურად ვარჯიშობდი, მაგრამ სულ მეუბნებიან ხოლმე და მეუბნებოდნენ, რომ დაიწყე ვარჯიში და შენ თვითონ მოგეწონება პროცესი, შეგიყვარდება. ხო, აი რთულია თავიდან, მაგრამ 3 წელი დავდიოდი და აი ვერაფრით ვერ მოვიწონე. ეს ვარჯიშის პროცესი. ნუ ეხა 3 წელი მითაკითხა რომ დასაწყისი. მომწონებია. გიულია და გივარჯიშია. ხო, და იმის პერი აღარ მივარჯიშია ოღონდ. 3 წელი რო პატარა პერიოდია, ეგეთი ჯერ არ იცი რა, ეს განაპირობა იმან, რომ რუსთავიორთან იყო ის დარბაზი, სადაც დავდიოდი, ხო? და მე რო წამოვედით რუსთავიორიდან,
ვეღარ დავდიოდი და შეიძლება გამეგრძელებინა. კარგი, ორი წუთი შენ მადლობას გეტყვი და წარუადგენ ჩვენ სპონსორებს. ჩვენი სპონსორია თავის მოვლის საშუალებების ბრენდი აჰავა, როგორც იცით აჰავას პროდუქცია ერთიანის მკვდარი ზღვის 21 მინერალს, რაც უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას და გვეხმარება მისი ელასტიურობის შენარჩუნებაში. ასევე პოდკასტი როგორც ყოველთვის პოდკასტ პოინტში იწერება. მადლობა ამ სივრცეს, სადაც ეს პოდკასტები იწერება და პროფესიონალური გუნდი ჩვენ გვერდით დგას. გირჩევთ აუცილებლად. პატარა ბლიც კითხვარი მოგიმზადეთ და სწრაფად უნდა გამცე პასუხები. მზად ხარ? ყავა თუ ჩაი? ყავა. მოცარტი თუ ბეთჰოვენი? ბეთჰოვენი. ზესტაფონი თუ თბილისი? ორივე. ლუი დე ფიუნესი თუ იპოლიტე ხვიჩია? ხვიჩია. ზესტაფონი თუ თბილისი? ორივე. ერთ-ერთი უნდა აირჩიო. მართლა? ხო. აუ აუ, არა ძალიან ძიმე თემაა. კარგი. მაგაზე დიდი ამბები მაქვს გადატანილი კარგი, და აღარ მინდა ემოციური თემა თავიდან მიღებულია. ჯაზი თუ როკი? ჯაზი. ხალხური სიმღერები თუ ქალაქური მელოდიები? ხალხური სიმღერები. კარგი. დასვენება ოჯახთან ერთად თუ დასვენება მეგობრებთან ერთად? ეგ არის ზესტაფონი თბილისი. გასაგებია. ინსტაგრამი თუ ტიკტოკი? ინსტაგრამი. მწვადი თუ კახური ხაშლამა? მწვადი რასაკვირველია. მწვადი. პიცა თუ ხაჭაპური? ეს ორივე გეყარება. მანდაც ზესტაფონი თბილისია? არა, ზესტაფონი იტალია. მაგრამ პიცა. პიცა, კარგი. ხილი თუ ნამცხვარი? ხილი. ზამთარი თუ ზაფხული? ზაფხული. კარგი. კითხვების დასმა თუ პასუხის გაცემა? თუ ადამიანს ჭირდება ჩემი დახმარება და მისვამს კითხვებს, ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა. თუ რაღაცა ძალიან მაინტერესებს, ამ შემთხვევაში კითხვების დასმა. მიღებულია. მადლობა. კარგი, ამბობენ რომ იუმორი და სიცილი ჩვენს ჯანმრთელობას ხელს უწყობს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ეს წამალია ასე ვთქვი. შენ იუმორთან გაქვს შეხება, პროფესიულად გაქვს შეხება. 2005 წლიდან. ანუ ის შოუები არ არის ესე მარტივი გასაკეთებელი და თან ამაში უნდა იყოს ჩართული, ხო? შეიძლება შენ თვითონ არ გეცინებოდეს და სულ დიდ შრომაში და მაშინ მიდიოდეს. ხო, მაგრამ პრინციპში მე საბოლოო შედეგს რო შეხედავ, შეიძლება რაღაცა ცოტა პროფესიულად გაგეხალწეს. შენთვის იუმორი რა არის? ჩემი ცხოვრების ნაწილია. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ ამ სფეროში მოვხვდებოდი. ფორტეპიანო არის შენი ძირითადი, თქვათ, სამუსიკო განათლება? გითხრათ, ჩემი პროფესია რა არის? პროფესიით რა ვარ? დიპლომში მიწერია კომპოზიტორი. ნუ, კარგი, კომპოზიტორი, მაგრამ მე ფორტეპიანოზე იხარ, შენ ბენდში როცა იჯექი იყო და საფორტეპიანო მაქვს 10 წლები დამთავრებული თავისთავად. ხო, იმიტომ რომ ზესტაფონში არ იყო. სხვა ისინი საკომპოზიტორო რაღაცები არ იყო. ხო, საფორტეპიანო მაქვს დამთავრებული და კონსერვატორიაში საკომპოზიტორო. ხო, რაღაცა მინდოდა მეთქვა, რა კითხვა იყო, მითხარი? იუმორი რამდენად ჯანსაღი არის და ჩვენთვის რამდენად? იუმორი ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობისთვის არის კარგი, იმიტომ რომ მე ვარ გახანგრძლივებასთან არა ვარ ჯერჯერობით კავშირში, მაგრამ ჯანმრთელობასთან მე ვარ მაგალითი, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ვარ. ანუ არაფერი არ მაწუხებს. კარგი, მაშინ გითხარით ყველაზე სასაცილო. იუმორის ბრალი იქნება. მოდური და ტრენდული ყველაზე სასაცილო. ჯანმრთელობასთან ასოცირებული რა ფენომენი მიდის დღეს მსოფლიოში? აუ, კი. აი, მაში სავარჯიშო დარბაზებში სელფები რა. მეც რო არაფერს აკეთებენ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თან მე ხო 3 წელი ვარჯიშობდი. ანუ თან ვარჯიშობდი და თან აკვირდებოდი. თან უყურებდი, ხო. აი არაფერს არ აკეთებდნენ, იყვნენ ვიღაცა გოგუები. მხოლოდ მაგისთვის რო დადიან, რომ თან პროფილში დგებიან და ცოტა ის გამოაჩინონ რაღაცეები. ხო, ოკეი, ეს ტრენდულია და ცოტა გადაობის პონტია კი. და მე უფრო ვიტყოდი, რომ რატომღაც რაღაცა ძალიან მოხშირდა ეს როგორც ესე იგი კოუჩები დარბაზებში, კოუჩები კვებაში, კოუჩები დიეტებში, კოუჩები ეს სიტყვა თავისთავად თარფეს ცუდი არ არის კი დასწავლებელს და ფროს ნიშნავს, მაგრამ ხო, ისეთ რაღაცას გიხსნიან 2x2 არის 4, ამას გიყვებიან რაღაცნაირი ბევრი სიტყვებით. რაც გადის მით უფრო რაღაცნაირად პრიმიტივიზება, თუმცა პროფესიონალები ძალიან ბევრი ყავს. გასაკვირველია. ეს ყველას მათ პატივისცემა და ბევრი ადამიანი თავდაუზოგავად საკუთარ ნაშრომს გიზიარებს და ეს ძალიან დიდი მიღწევაა და კიდე დასაფასებელი. რა თქმა უნდა და მადლობა მათ ყველას, მაგრამ მათ მიღმა კიდე არის უამრავი, წარმოუდგენელ სასაცილო რაღაცები რა. კარგი, შენი ეს სასწრაფო დახმარება რა, როცა დილას არკეს ჩაიხედები და თქვა არ მოგწონს შენი თავი. აი, არის ხოლმე მე პირადად ჩემ თავზე შემიძლია თქვა, რომ ყოფილა ზოგიერთი დილას იღვიძებ, რაღაც ისი არ ხარ როგორც გინდა რომ იყო არა და იმ დღეს, ისე როგორც ყოველ დღე ჩვენ უნდა ვიყოთ
ომახიანად კარგად, ხო? ფორმაში. უნდა ვიყოთ ეს ცხოვრება ერთ დღეს გვაძლევს და იმ დღეს კარგად უნდა იყო. რა არის შენი ყველაზე სწრაფი დახმარება, თქვა. შეიძლება ზოგისთვის ეს ყავაა, ფინჯანი, შეიძლება ზოგისთვის გემრიელი საუზმეა, ზოგისთვის თქვა ფეხით გავლა. ან ცივი შხაპი. ხო. რა ვიცი, აბა ყავა ალბათ. პირველი რასაც ვაკეთებ, რომ ვიღვიძებ, ხო, ყავას ვსვა. ოკეი. და აი იმ მომენტში, ნუ მთელი დღის მანძილზე არა, მაგრამ როცა სარკეში დილით ჩემი თავი არ მომწონს, თმებს ვიწევ ხოლმე ძალიან ვიკრავ აქ. ხაჩა. აი ესე ვქაჩავ ლამაზად და ძალიან მომწონს ჩემი თავი იმ მომენტში. რა გინდა? აჰა, ეს ხო, აი ნახე რა მარტივი რაღაცაა. ყველას გვაქვს რაღაცა ეგეთი. კარგად გამოვიყურებ იმ გონია. ყოველ შემთხვევაში მე მომწონს. მე ამ ბოლო პერიოდში, ნუ ბოლო პერიოდი რა კარგა ხანია ყვეთი 2 წელია მიმართავ ცივ შხაპს რა. ანუ ძერს ვიღებ ხოლმე ნორმალურ შხაპს და მე ბოლოსკენ გადავდივარ უფრო გილზე და ცივზე და ამ ბოლო პერიოდში მაგით უფრო გავართულე და როცა შევდივარ საშხაპეში პირდაპირ ცივი წყლით ვიწყებ და ეს ცივი წყლის ნაკადი ეხა გაყინულს ვისხამ თქო არა, მაგრამ ცივია, აფხიზლებს კი არა, იმდენად სტიმულატორია ორგანიზმისთვის, იმხელა პოზიტიურ პოტენციალებს მაძლევს, კი, დოპამინის გამოყოფა ხდება ამ დროს, აქ მთელი ნეიროვასკულარული თემებია და პროცესები, მე ამაში არც ჩავერთვები ხა ზოგადად ვიცი, მაგრამ საკუთარ თავზე მინდა გითხრა, რომ ეს არის უდიდესი სიამოვნება, მინიმუმ 2-3 საათი მერე კიდე მიყვება. იქ კი შეიძლება იყვირო, იღრიალო, აჰაჰა, იძახო. მე მიცდია, ხო, და იმიტომ გიყურებ ცოტა გაოცებული. ხო, ოღონდ ეს იგივე როგორც ნახეთ, ტრენაჟერში, ჯიმში რო გითხრესო, ცოტა უნდა იარო, ცოტა უნდა იწვალო რა ამითაც რა. ნებისმიერი რამე თავიდან არ არის მარტივი და მე რეღებულობ ზუსტად სიამოვნებას, როცა ორგანიზმი ამოიცნობს შენ რისთვის აკეთებ ამას. დამიჯერე თუ მოსინჯავ და ნებისმიერ ჩვენ მაყურებელი თუ ნელ-ნელა ამასთან ადაპტაციას გაივლის, მე თვითონ მივახცი ამას. უკვე ცივი წყლის მოშვება და ქვეშ დადგომა აღარ იწვევს ჩემში ნეგატიურს, არა, პირიქით პოზიტიურია და მე ცოტა ყავა, ნუ ფანტასტიკური დილაა ხოლმე რა. ყოველდღიურად თან სხვა შორის. კარგი, რა იყო ის პირველი ესთეტიური პროცედურა შენ დილის რუტინაზე მოყევი, რომ დიდად თავს არ ახარჯავ მთელი დღის მანძილზე. კარგი, ესთეტიკური პროცედურები, რომელიც დღეს ასევე ტრენდულია, დღეს საბედნიეროდ ჩემი კოლეგების დამეთანხმებიან, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობთ, პლასტიკური ქირურგია იქნება თუ ესთეტიკური მედიცინა, ბუნებრიობა და ნორმა, ჯანსაღი ნორმა არის უფრო ტრენდული. ნელა, საზოგადოება ვიფიქრო, ხო, თავს მოვლა, ნორმალურად გამოიყურებოდე, ბევრად უფრო მაგრად ასწორებს, ვიდრე რაღაც over ზედმეტი რაღაცეები რა. კარგი, შენი პირველი პროცედურა, როცა შენ მიხვედი და რაღაცის გამო პროცედურა აწარმოა, ეს არ არის ლაპარაკი ხა სახის გაწმენდაზე. რა იყო ისეთი თუ კი იყო ასეთი რამე? კი, იყო. ტუჩის მოცულობა გავიზარდე, ოღონდ 0.5-ით, ხო ძალიან ცოტა. ხო, მინიმალური, ნორმალური, კი, მინიმალური რაოდენობა. იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ზედა ტუჩი მქონდა, ანუ ნორმალურზე უფრო თხელი. კიდე? ხო, ეს გავიკეთე პირველი. როდის იყო ეგ ამბავი? ეს იყო თითქმის 4 წლის წინ. კარგი. კიდე გავიკეთე ცხვირი ავიწიე ოდნავ. კარგი. ოღონდ ეს მაგ ორჯერ გაკეთებული, იმის მერე არ გამიკეთები. ცხვირთა მთილად იყავი, მაგრამ ნუ კარგი. კიდე? იცი რა, ვფიქრობ რომ პატარა ცხვირი მაქვს, მაგრამ აი ბოლოში სულ მინდა რომ იყოს ოდნავაწეული. მაგაზე ამის გამოფხები. აქვე მაყურებელსაც და შენს პატარა რჩევა. როდესაც კავკასიური ტიპის ცხვირებზე არის საუბარი და ცხვირის წვერის დაშვება არის ჩვენი კავკასიური ტიპისათვის დამახასიათებელი, აი ეს. შემავსებლით შეიძლება, რა თქმა უნდა, ამის იმიტირების შექმნა, მაგრამ შემავსებლით ყოველწლიურად ამ პროცედურის წარმოება პირობითად ზრდის სხვადასხვა რისკებს და საკმაოდ არასასრულ რისკებს. რჩება ხო ბოლომდე არ ისიც რჩება და პროცედურის წარმოებისას შეიძლება განვითარდეს ძალიან ცუდი გართულება, ადამიანის დაბრმავებიდან დაწყებული, ქსოვილების ნეკროზით დამთავრებული, ეს ცუდი გართულებებია. სამწუხაროდ, ამიტომ როცა არის კავკასიური ტიპის ცხვირზე საუბარი, სჯობს ერთხელ, თუნდაც ადგილობრივი ანესთეზიით, თუნდაც მინიმალური ჩარევით, ნოუსტიპ პლასტიკა გაკეთდეს და ადამიანო მთელი ცხოვრება ისე რა თქმა უნდა. მინიმალური კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რამე შეიძლება გაკეთდეს თუ პროფესიონალის ხელში მოხდება ადამიანი. ნებისმიერი რამე, ამიტომ აი გავიკეთებდი სიამოვნებით. ყოველთვის ჯობს აი თუნდაც ერთი კვირა ცოტა პატარა ნახვევით იარო და წესიერად დაასრულო, ვიდრე მუდმივად ამ პროცესების ქვეშ იყო. თუ ისე არ არის. ერთხელ მაქვს გაკეთებული, ოღონდ მეტი აღარ გავიკეთე. კარგი, კიდე სხვა? რასაც რეგულარულად ვიკეთებ, დაახლოებით 4 თვეში ერთხელ, არის სახის ზედა მესამედი. ხო, ბოტოქსი, შუბლი, ეს მრიცხანების ნაოჭი. კი ბატონო, ძალიან კარგი. და თვალის ესენი, ეხა გასაკეთებელი მაქვს ფათაშორის. ძალიან კარგი, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ინარჩუნებს სიჯანსაღეს, ადამიანის იერს
უფრთხილდება, ღარებს და ნაოჭების პრევენცია და ეს პროცედურა კარგია. სახე აღარ გაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს, ვისაც ჯერ ეს არ მოусინჯავთ, მადლობა ამ პასუხისათვის, ბოტულინო თერაპიით წარმოებული პროცედურა ადამიანს არ უნებს არაფერს, ბუნებრივად საუბარია პროფესიონალთან შესაძლებელი პროცედურაზე და ჯანსაღმპარდებს ამაზე არ დავთ, ხო? თუმცა ეს პროცედურა თავისთავად ძალიან კარგ, ბევრ პოზიტიურ შედეგს გვაძლევს. კარგი, ამჟამად გარდა ვთქვათ ბოტულოტოქსინისა და ამისა, რაიმე სხვა პროცედურებს რუტინულად ხო არ მიმართავ კალენდრული გრაფიკის გათვალისწინებით? არა, კარგი. რა იყო მაგალითად ის პროცედურა, რომელიც შენ ყველაზე მეტად მოგიხდა, ტუჩი თუ ბოტოქსი? მე ვფიქრობ ტუჩი. კარგი, ბოტოქსი ჩვეული ამბავია, ტუჩმა ვიზუალი შეგიცვალა. შემიცვალა, კი. ისეთი პროცედურები თუ გაკეთებია, რომელსაც ფიქრობდი, რომ აქ რაც მინდოდა, რაზე მოვედი, ჩვენ რა ვიყავი სახშიც. არა, არ გამიკეთებია. კარგია, არც კი სურვებ ეს გაკეთებას. აქვე კიდევ ერთხელ ჩართვა გვექნება თამუნა, დიდი მადლობა, რომ გვაცდი ამას. ჩვენი სპონსორია აჰავა, აჰავას აქვს თავის უნიკალური დაპატენტებული ფორმულა ოსმოტერი. ის ეფექტურად უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას, მეგობრებო, და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. აი, ასეთია აჰავა. სადღაც 10 წელიწადში ჯერ კიდევ მაშინ როდესაც პლასტიკურ ქირურგიაში მუშაობდი მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული იმ ოპერაციაში, რომელიც გაიკეთე თქვენ, კალოთანკავა. თქვენის ნებართვით მაქვს ამის თქვენს უფლება და ამიტომ ვამბობ ამას, ხო? მოდი გითხარი რა იყო ეს? მოკლედ წეღანაც ხო ვამბობდი, რომ აი ეს ერთი შვილი გავაჩინე, მე მეორე მომატებული წონით გავაჩინე, მე მესამე გავაჩინე და ორი შვილი, მეორე მესამე გავაჩინე საკეისრო კვეთით. ამ საკეისრო კვეთის შემდეგ მუცელი დამრჩა გაყოფილი ორად, ანუ ნაკერზე ცოტათი გადმოწეული. გახსოვს. ხო, ნუ ეგ ჩვეული ამბავია ამ ტიპის მუცლებისთვის. შენი ვიზიტი არის მახსოვს, რომ მაშინ გიცნობდი სიტუაციაზე საიტელზე სიციდან. ხო, და გავიკეთე აბდომინოპლასტიკა და პლუს ლიპოსაქცია. ეგეთი აი გადაწყვეტილება მე მგონი ცხოვრებაში ცოტა მაქვს ძალიან მიღებული. ხშირად ვითარდება, მithumetes სონაში მატება ორსულობის დროს, ხშირია ეს თემა. რა მოგიტანა გარდა ვიზუალური თვითმაყოფილებისა, სტიმულირება იყო თუ არა შენი ყოველდღიურობის ცხოვრების? კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რა მიხაროდა, იცი, ზღვაზე ჩავიცვი, ცალ-ცალკე კუპალნი. გათავისუფლდი ამ კომპლექსიდან და სულ მინდოდა მქონოდა პირსინგი. და გავიკეთე. ხო. ამ იმის მერე. ანუ მაშინ გადატანილი ეს პროცედურა დღემდე შენთვის არის საკმაოდ კომფორტული. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, ნუ ერთ-ერთი. ძალიან კარგი. მადლობა, კოტე. არაფერს. რაც შეეხება თვითონ ანტიცელულიტურ მასაჟებს და ტექნოლოგიებს, ანუ დღეს ძალიან ტრენდული და მოდაშიც არის და აპარატური ტექნოლოგია ინტენსიურად ჩაერთვა მიმართულებით, სხვადასხვა მასაჟორები, თქვა მანუალური თერაპია თუ ამ შემდეგ ცელულიტთან საბრძოლოდ. მე არ ვიცი ახლა შენ ცელულიტი ზოგადად გაწუხებს თუ არა, მაგრამ ყველა ქალს აწუხებს მეტნაკლებად. შენ ხო არ მიგიმართავს ამ ტიპის პროცედურებისთვის და ხო არ ყოფილა ეს წარმატებული? კი, ამ წუთშიც მაგ რუტინაში ვარ, ასე ვთქვათ, ოღონდ აპარატურულს არ მიმართავ. მაშინ რას თუ შეიძლება ხელით მასაჟი. ეხლაც დავდივარ ერთ-ერთ ადგილას, მოკლედ ასე ვიტყვი, სადაც ვიკეთებ მასაჟს 4 ხელში. 2 ადამიანი. მტკივნეულია ეს? იცი რა, მტკივნეული არის კი, იმიტომ რომ თუმცა არსად არასდროს არ დაულურჯებულ ვარ. ნუ პროფესიონალი თუ მუშაობს, კარგია. კი, ძალიან მაგარი გოგოები არიან, მაგრამ შედეგი მაქვს ყოველთვის და ამიტომ რაღაც პერიოდულობით მიმართავ ხოლმე მასაჟებს. კარგი, მადლობა რომ გითხარი და გაგვიზიარე. კარგი, სად გადის შენი აზრი ზღვარი? თამო დღეს წეგან ვახსენე ჩვენ ბუნებრივობა და თანამედროვე ხედვები მსოფლიოსი და ჩვენიც, ხო, მათ შორის არ ჩამორჩებით ნამდვილად თავის მოვლის მიმართულებით წეგანაც ვთქვი და სიამოვნებით კიდევ ვიტყვი ამას. ხო, რა არის ხელოვნურობასა და ბუნებრივობის შორის ზღვარი? აი, სად გადის ეს ზღვარი? პროცედურების კეთება თავისთავად აპრიორში არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურობისკენ მივილთვით. ნიშნავს, რომ თავის მოვლა გვინდა. მაგრამ რა არის ეს ზღვარი შენი? ლამაზები ვიყოთ ალბათ, ხო? ეს არის მიზანი. იცი რა, სხვა შორის თავიდან სუსუპირველად რო გადავწყვიტე რომ ტუჩი გამეკეთებინა, ყველა მეუბნებოდა, ყველა არა, ბევრი მეუბნებოდა, რომ აი მაგან შეყოლა იცის, მერე კიდე მოგინდება და დაიმსგავსები ყველა ერთნაირები როა იმათ. მაგრამ რაღაცა ზღვარი არის არსებობს რა, შენ თვითონ უნდა იპოვო ოღონდ ეს ზღვარი, რომ ბოლომდე მართლა ყველას ერთნაირი სახე რო აქვს, აი ეს ამოწეული. სტანდარტული პროცედურების ყოფილია ეგ ადამიანები. აი ესეთი. წარზიდული ტუჩები. ხო.
აქამდე არ უნდა მიხვიდე რა. მან ერთი რომ სწორედ მადლობა პასუხისათვის და ერთი რომ თემა არის როცა ადამიანს უნდა და მეორე რომ ამას უკეთებ. ანუ აქ ორმხრივი აქ როდესაც ექიმი ამ მოღვაწეობაში ხარ ჩართული, ამ ექიმობის და ამ მედიცინის ნაწილია და ერთ-ერთი ფუნდამენტია არავნო, ბუნებრივია და უსაფრთხოების დაცვა. უსაფრთხოება არა მარტო ჯანმრთელობას ეხება, უსაფრთხოება არის ფსიქოემოციურ სტატუსზე ზრუნვაც, ხო? ეხლა დღეს რო ეს მოწონს და შენ ამას უკეთებ ხვალდაზე ადამიანმა ცოტა ცნობიერება რომ აიმაღლოს ამ მიმართულებით სხვანაირად შეხედოს თავს, იმ დროს არ უნდა თქოს ვაიდე და რა დღეში ვარ, ხო? ამიტომ ბალანსის დაცვა, ჯანსაღი ანატომიური ერთეულებზე ზრუნვა, ეს არის უკვე ექიმის სპეციალისტი. ორმხრივია რა, თვითონ ვინც იკეთებს და რა თქმა უნდა, ვინც აკეთებს. ხანდახან უნდა შეაკავო ადამიანი, უნდა შეაკავო და უარი უთხრა და ეს სხვასთან წავიდეს თუნდაც, მაგრამ სანამ სხვასთან წავა დაფიქრდება, ხო, იქნებ გადაიფიქროს გზაში. კარგი. შენ გაგი ასე ვთქვათ, იუმორისტულად გაგიშარჟებია პოლიტიკოსები, ხო? რთული პერსონაჟი რომელი იყო, უფრო ესე ვთქვათ, იუმორისტული კუთხით? რთული არც ერთი. ეს შენი დამსახურებაა თუ პერსონაჟები აძლევენ საშუალებას? იცი რა, პაროდიას როცა გადაწყვეტ, რომ გააკეთო ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკოსის შემთხვევაში, ესე იგი აქვს მას რაღაც ისეთი, რაც საპაროდიოა. შეიძლება იქნა გამოიყენო, ხო? ხო, რაღაცა აქ ისეთი ხელჩასაჭიდი. შესაბამისად, ვის პაროდიას გამიკეთები, არც ერთი არ გამჭიროებია. საინტერესოა ეგ იმ დროს რას გზნობ ხოლმე, როცა კარგად გამოგდის. ხო, აი მაგალითად ერთ-ერთი თქვა ხო, რა ვიცი. მოკლედ, კოსტიუმს როცა ვიცვამ იმ პერსონაჟის, ვინც პაროდიაც უნდა გავაკეთო, ეგრევე ისხვდები. ხო, ნუ ეს უკვე შენი გამოცდილებაა, ხო? ხო, ასევე გრიმს რო ვიკეთებ, მეორე პოლიტიკოსი ხალი პერსონაჟის გრიმს როცა ვიკეთებ და ლინზებს ვიცვლი, ხო, ეგრევე ისხვდები. ანუ ეგრევე ვიცვლები. კაია, საინტერესოა. კარგი, ჩა ბოლოსკენ გვაქვს ესეთი რუბრიკა დაასრულე ფრაზა. შეგვიძლია? დავიწყოთ. კარგი. ის კოსმეტიკური საშუალება, რომლის გარეშეც სახლიდან არასოდეს გადიხარ, არის ტუში. ჩემი დილა იდეალური იქნებოდა, თუ კი გაღვიძებისთანავე საწოლთან დამხვდებოდა ყავა. თავს ყველაზე თავდაჯერებულად გრძნობ, როდესაც მაცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი. კარგია. კომპლექსი, რომელიც ვერასოდეს ვერ მოვიშორე, არის მინდა რომ მაღალი ვიყო. იმიტომ გაცვია ქუსლიანი. აი, ნახე როგორ კავშირში იყო წინა დამთავრება. კარგი, როდესაც კომენტარებში ჩემთვის არასასრულო კომენტარებს ვკითხულობ, პირველი რასაც ვაკეთებ არის გადავდივარ გვერდზე ვნახულობ ვინ არის. არ გეზარება ეგა. არა, იმიტომ რომ ეგრევე ხვდები ტროლია ბოტია ვინ არის და თუ ჯანსაღი ადამიანია პასუხს ვცემ. გასაგებია. ყველაზე სასაცილო სიტყვა იმერულ დიალექტში არის აუ ძალიან ბევრი სასაცილო სიტყვა. კარგი, ეს ყურში რომელიც ხვდება, შედარებით ჩვენც ვიცით, მაგრამ ნუ მაგალითად. მე რა მიყვარს, იცი, ერთი სიტყვა არ არის, ოღონდ ანუ ფორმა არის, სხვა სიტყვები შეიძლება ესე თქვან, გადადობილი. გადადობილი რა? ფეხზე მაქვს გადადობილი. პომადა მაქვს წასობილი. აი ეს ფორმა არის ძალიან გადადობილი. გადადობილი. ხელი მაქვს ჩამოდობილი. კარგი, გადადობილი. ეს ფორმა არის ძალიან კაი. გამიგია როგორ, ფეხზე გადადობილი არ ვიცი, კარგი. ტელეფონის გარეშე შეგიძლია გაძლო? 3 დღე გავძელი. მაგრამ გაძლება იყო ისა. მაგრამ აი ძლივს გავძილი. ყველა ჩემი და ქალის ტელეფონი მეჭირა ხელში. ანუ წასულები ვიყავით ასე მეგობრებთან ერთად და აუზში ჩამივარდა ტელეფონი და სანამ ჩამოვიდოდი, იქ ხო არ მქონდა ტელეფონი. სოციალურ ქსელებზე მაშინ მიზაჭრობა გააკეთა. აი ძალიან დამოგდა. არა მარტო სოციალური ქსელები, მინდოდა გადაღება რაღაცეების და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. ხო, და ყველას ტელეფონი ჩემი მეგობრების ასე 10-20 მეჭირა, მე მიგზავიდნენ. რა დაგისვენია? აუ ძალიან. კარგი. ყველა ჩემს მიერ განსახილულ პერსონაჟს ერთი საერთო რამ აქვს და ეს არის ჩემი სხეული. ანუ შენ აიდენტებ თავს სხეულით მათთან და მარტივად გამოგდის ეს. ოკეი. საუკეთესო ესთეტიური პროცედურა, რომელიც მინახავს ან გამიკეთებია არის ტუჩი, როგორც თქვი. ხო, ტუჩი, კი, კი. ნუ აბდომინოპლასტიკა მათ შორის. კარგი. იუმორისტის ცხოვრებაში ყველაზე სასაცილო მომენტი დგება მაშინ, როდესაც როდესაც რაღაც სიტუაციაზე გიხუმრია და ის დაგემართება. ხო, კარგია. ძალიან დიდი მადლობა შენ, წარმატებები, ჯანმრთელობა, თავის მოვლად კვლავ გაგეგრძელებინოს, გამოიყურები კიდევ ერთხელ დაგიდასტურებ შესანიშნავად. მადლობა. რა ვიცი, საქმიანი თემებში და შენს პირად საქმიანობაში ყველანაირად ყველაფერი გქონოდეს ისე როგორც შენ გინდა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრე, დრო დაგვითმე. პირიქით კიდევ ერთხელ მადლობა. თამუნას მადლობა და თქვენ მადლობა რომ გვიყურებთ და მოგყვებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი დროებით.